საღამოშიდობისად თქვენ უყურებთ არგუმენტების დროს მეორე არხზე მე ზვია დავალიანი ვარ ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესების შესახებ. Გადის თუ არა ქართული ოცნება დამოუკიდებლად საპარლამენტო არჩევნებზე და შენარჩუნდება თუ არა კოალიცია უშუალოდ არჩევნებამდე. ასევე როგორ აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაურის სხვა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს. სწორედ ამ თემებში გავერკვევით ჩვენ დღეს ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენი სტუმარი კი სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თამაზ მეჭიაური იქნება. Აქ შეგახსენებთ რომ მეორე ბლოკში ჩვენ ვისაუბრებთ ჟოზეფ დაულის სკანდალური განცხადებისა და სხვა აქტუალური საგარეო პოლიტიკური თემების შესახებ. ჩვენი სტუმრები კი იქნებიან ანალიტიკოსები გიორგი რუხაძე, ნიკა ჩიტაძე და ფიქრია ასანიშვილი. საღამოშიდობისა ბატონ თამაზ, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. გუშინ უпростоრად რუსთავში გაკეთებული განცხადება ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახი კალაძის და მოედროს ვიცე-პრემიერის რომ ყველა პარტია ქართული ოცნების კოალიცია ქართული ოცნების შემადგენელი ყველა პარტია ალბათ უკეთესია თუ გავლენ არჩევნებზე დამოუკიდებლად პრინციპში გახდა მორიგი ასე ვთქვათ პოლიტიკური ვნებათაღელვის დასაწყისი საქართველოში განსაკუთრებით კოალიცია ქართული ოცნების და მისი ბედის ირგვლივ. ამ განცხადებას ძალიან ბევრი რეაქცია მოყვა და სხვათა შორის მოყვა უშუალოდ კოალიციის შემადგენელი პარტიებიდანაც სერიოზული რეაქცია, მათ შორის რესპუბლიკელებმა და ფორუმმა უკვე განაცხადეს, რომ სულ მალე გამოაცხადებენ თავიანთ გადაწყვეტილებას შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შეიძლება თუ არა ეს განცხადება მივიჩნიოთ ერთგვარ წყალგამყოფად, ერთგვარ გადაწყვეტილებად, პარტია ქართული ოცნების გადაწყვეტილებად, რომ არჩევნებზე ეს პარტიები გავლენ დამოუკიდებლად. ანუ უკვე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს არის არა ცალკეული პარლამენტარის და ცალკეული ოცნების წევრის აზრი, არამედ ზოგადად პარტიული გადაწყვეტილება. მოგესალმებით ბატონ ზვიად, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება ბატონი კახი კალაძის განცხადებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეც აბსოლუტურად ასეთივე აზრის ვარ და მე არაერთხელ გამიცხადებია ადრეც. თუმცა პარტიის გენერალური მდივნის მიერ განცხადებული ეს აზრი განსხვავდება, რა თქმა უნდა, ერთი დეპუტატის პირადი ხედვისგან. ამ შემთხვევაში მე არ ვფლობ ინფორმაციას, ეს ბატონი კახის პირადი აზრია თუ ის კიდევ შეჯერებულია პარტიის დანარჩენ ხელმძღვანელებთან. ალბათ ამაზე თვითონ უფრო საშუალება იქნება დაზუსტებას თვითონ გააკეთებს. გასაგებია, თუმცა იმ რეაქციის მიხედვით თუ იმსჯელებთ, რაც ამ განცხადებას მოყვა, სავარაუდოდ აქ ალბათ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა იყოს საქმე, ვიდრე ერთი კონკრეტული და უშუალოდ თუნდაც პარტიის გენერალური მდივნის განცხადება. ამას ბუნებრივია ეს თავად ბატონ კახისთვის დასასმელი კითხვაა და ჩვენ იმედია მოგვეცემა საშუალება ამ კითხვების დასმის, თუმცა თავად პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაიწყო, რა პროცესია ეს ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ ალბათ დაერქმევა ამ პროცესს თავის სახელი. მე მინდა თქვენ უშუალოდ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით კითხოთ, თქვენი განცხადება ჩვენ რამდენჯერმე გააკეთეთ განცხადება ანალოგიური მხოლოდ ის განცხადება იყო ჩემი პირადი განცხადება, ჩემი ხედვა, რომელიც ამ განცხადებებს ჰქონდა თავისი ალბათ ჰქონდა თავისი არგუმენტაცია და ლოგიკა თქვენ სხვათა შორის ერთ-ერთ განცხადებაში რომელიც თუ არ ვწდები ერთი თვის თუ ცოტა მეტის წინ გააკეთეთ იქ განაცხადეთ რომ დაბლოკებაში მაგალითად დაბლოკებით ის პარტიები არიან დაინტერესებული რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვა ამის იმედი არა აქვთ შესაბამისად ქართულ ოცნებას არაფერში არ შეიძლება ჭირდებოდეს ბლოკი და უპრიანი იქნება თუ ბლოკი შეიქმნება თუ საჭირო იქნება შემდეგ პარლამენტში ეს განცხადება ანუ და თავისი არგუმენტაცია ჩვენ ვნახეთ თქვენი ერთი დეპუტატის განცხადება და აზრი მე მინდა უფრო დააკონკრეტოთ რატომ მიგაჩნიათ სწორად ცალ-ცალკე გასვლა. კი ბატონო, თუ გვაქვს დრო, მე შევეცდები ეს თემა გავშალო. ჩათვალეთ რომ გვაქვს. კი ბატონო, აქ სხვადასხვა ასპექტიდან გავნიხილოთ ეს საკითხი. პირველი, რაც მთავარია ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ყველა სუბიექტი ინდივიდუალურად იღრის კენს და შემდეგ უკვე კოალიციას ქმნის პარლამენტში იმ პროპორციით და იმ პროპორციით ინაწილებს თანამდებობებს რა მანდატებიც მათ ამორჩეულმა განუსაზღვრა
ეს არის ერთი მხრივ სამართლიანი, იმიტომ რომ ზუსტად ასახავს ამორჩეველთა ასე თქვა განწყობას და ზუსტად ისეთი პროპორციით ხდება ხელისუფლების განაწილება, როგორი პროპორციითაც მათ ამორჩეველმა განუსაზღვრა. მეორეც და ისევ ამ თემასთან არის კავშირში, რა თქმა უნდა, პირდაპირ უფრო სამართლიანია იმდენად, რამდენადაც აქ მაქსიმალურად არის ამორჩევლის აზრი გათვალისწინებული, რომ ამორჩეველს აქვს ფაქტიურად ნებისმიერი გემოვნების ამორჩევლისთვის არსებობს უკვე პარტია, რომელიც მას შეუძლია თვითონ აირჩიოს და არა აიძულოს რომელიმე მსხვილმა სუბიექტმა მასთან ერთად შეიყვანოს პარლამენტში ზოგჯერ ისეთი პარტიებიც კი, რომლებიც ამა თუ იმ ამორჩეველს საერთოდ არ ჭირდება და არანაირი სიმპათია არ გააჩნია. აი ამ შემთხვევაში მოდით დავაზუსტოთ და შემდეგ განვაგრძელოთ მსჯელობა, რაც უკვე თქვით ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მომენტი მინდა დავაზუსტო. თქვენ ბრძანეთ რომ ცალკე გასვლა ეს არის იმის გარანტია რომ პარლამენტში ძალები აისახებიან ზუსტად იმ პროპორციით რამ ხარდაჭერასაც მიიღებენ უშუალოდ ამორჩევლისგან. თეორიულად ეს რასაკვირველია ალბათ ამაზე კამათი არ შეიძლება ეს ასეა, მაგრამ პრობლემა იდგა რეალურად ყოველთვის საკითხი საქართველოში აი ორი ნაწილია საზოგადოება ორად არ შეიძლება ითქვას გაყოფილი, ნაწილი აცხადებს რომ არის ეს პრობლემა დგას, ანუ ცალკეულ პარტიებს აქვთ იმაზე მეტი ძალა პარლამენტში იქნებათ მთავრობაში, ვიდრე რეალურად მხარდაჭერა აქვს. მეორე ნაწილი აცხადებს რომ ეს ასე არ არის, ამას ასე მარტივად არ უნდა შევხედოთ. თქვენ თვლით რომ დგას დღეს ეს პრობლემა საქართველოში? ეხლა მოდი ასე განვიხილოთ, თუ თვლით რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, მე ვფიქრობ რომ უნდა ჩავთვალოთ. და არა სხვა რაიმე თავსმოხვეული გადაწყვეტილება, მაშინ ყველაზე სწორი იქნება ვკითხოთ ხალხს. რა თანაფარდობით უნდა იხილოს პოლიტიკური პარტიები პარლამენტში. ნუ აქ არის რა თქმა უნდა ერთი პრობლემა, რომ შეიძლება მცირერიცხოვანმა პარტიებმა ვერ გადალახონ ბარიერი, მაგრამ ამასაც ყავდეს თავისი გემოვნების ამორჩეველი. აქ შეიძლება უკვე თვითონ ამ პარტიებმა, რომლებიც უფრო მონათესავე პლატფორმაზე არიან ერთმანეთთან თვითონვე მოახდინონ, აი ამათ მოახდინონ დაბლოკება ზუსტად, რომ ამორჩეველს მიცენ, აი ასეთი გემოვნების ამორჩეველს მიცენ საშუალება, რომ ყავდეს მათაც თავის წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს უკვე იქნება უფრო სწორი და ეს ფაქტიურად ერთის მხრივ ხელშეუწყოს ამორჩეველს ქონდეს თავისი გამოხატოს თავისი არჩევანი და მეორეს მხრივ თვითონ პოლიტიკურ პარტიებს მისცემს განვითარების და გამსხვილების საშუალებასაც რაღაც კონკრეტული პლატფორმის ირგვლივ. აი ეს ორივე მიმართულებით ეს არის აბსოლუტურად მისაღები და აპრობირებული ჩვენ ახალს არაფერს არ ვიგონებთ ეს სოფლიოში ასეა და უკვე შემდეგ ხდება უკვე პარლამენტში უკვე კოალიციის შექმნა და შემდეგ პარტიული თუ სამთავრობო ასე ვთქვათ მანდატების თუ პორტფელების გადანაწილება უკვე იმ პროპორციით კიდევ რაც ხარდაჭერა გააჩნია ამა თუ იმ პარტიას და არა გაურკვეველი ნიშნით რომ ვინ ვიზე უკეთესია დღეს მაინც გარკვეულწილად არის ეს გაურკვევლობა. რა თქმა უნდა არის იმიტომ რომ არავინ არ იცის აი რომელ შემავალ სუბიექტებს თვითონ მათ შორის ოცნებასაც რა მხარდაჭერა აქვს მოსახლეობიდან. არ ვიცით, იმიტომ რომ ეს 5-6 სუბიექტი თავის დროზე გაერთიან და ну გასაგებია მაშინ ამას ქონდა გამართლება იმიტომ რომ აი ეს მინდოდა ზუსტად მეკითხა ანუ ლოგიკა რასაც თქვენ ავითარებთ აბსოლუტურად ასე ვთქვათ გასაგებია მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს კითხვა იგივე ლოგიკა რატომ არ მუშაობდა 2012 წელს, როცა პრინციპში ქართულ ოცნებას მაშინაც შეეძლო დამოუკიდებლად გასულიყო არჩევნებზე, არ ვიცი, ხმებს მიიღებდა უფრო მეც, უფრო ნაკლებს, ეს ალბათ ამის წარსულის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგივე ლოგიკა მაშინაც მოქმედებდა, რომ შეიძლებოდა დაუშვათ შესულიყო პარტიები იმ ხარდაჭერით, რა ხარდაჭერას მათ რეალურად ჰქონდა და შემდეგ თუ ვერ ჩამოაყალიბებდა ერთი რომელიმე ძალა დამოუკიდებლად მთავრობას და უმრავლესობას ჩამოაყალიბებდა შექმნილიყო კოალიცია იქ. ну აქ აბსოლუტურად განსხვავდებოდა მაშინდელი სიტუაცია დღევანდელისგან თუნდაც იმითი რომ მაშინ ფაქტიურად პოლიტიკური სპექტრი არ არსებობდა ერთი ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი რამდენიმე პარტია რომელსაც თვითონ განუსაზღვრავდა ხოლმე იმ წარმომადგენლობა ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა თუ ვიღაც შეიძლება ან მოახერხებდა მაჟორიტარად გასვლას ისი ძალიან იშვიათად
ხო, აი ამის გამო, ზუსტად ამის გამო რეალური ოპოზიციური პარტიები ფაქტიურად დასუსტებული იყო და არც ეს დამოუკიდებლად არ შეეძლო იმ ბარიერის გადანახვა, რაც მაშინ იყო განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რათა იმის გადაერჩინა სხვა პარტიებიც, გააკეთა მაშინ თავის დროზე საარჩევნო ბლოკი, სადაც ყველას განუსაზღვრა იმდენი წარმომადგენლობა, ხედავთ წილი რომ მინიმუმ ფრაქცია ყოლოდა ყველას პარლამენტში და ასეც აღმოჩნდნენ რამდენიმე სუბიექტი და მათი საერთო მიზანი მიუხედავად სხვა ფასეულობებში განსხვავებისა, მეტნაკლებად რა თქმა უნდა, ზოგი უფრო ახლოს იყო, ზოგი ხედვები მეტად განსხვავდებოდა. ერთი მთავარი მიზანი აერთიანებდათ, უნდა შეეცვალათ ის ხელისუფლება, ის რეჟიმი, რომელიც არსებობდა. ამიტომაც ამას ჰქონდა გამართლება ერთის მხრივ იმისათვის, რომ ეს მიზანი მიღწეულიყო და მეორე ის პოლიტიკური პარტიები გადარჩენილიყვნენ და ეს მოხდა კიდევაც რეალობაში. დღეს გაცილებით ძლიერია ყველა სუბიექტი, რომელიც იყო, მაშინ შეიძლება ზოგი ფაქტიურად არ მიწყინონ მათ, მაგრამ შეიძლება ქაღალდზე არსებობდა, იმიტომ რომ ზოგიერთი პარტია იმდენად რამდენადაც თვითონ არ მისცა განვითარების საშუალება წინა რეჟიმმა და დღეს უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურები აქვს, ზოგმა მეტად გამოიყენა, ზოგმა ნაკლებად შედარებით. ფრაქციები ყავთ რეგიონულ საკრებულოებში, რაიონებში, ქალაქებში. ასევე, ოფისები ყველას უკვე ფაქტიურად პარტიული სტრუქტურები და ასე შემდეგ. პარტიები უკვე არსებობენ და აი ამ პერიოდმა ფაქტიურად პოლიტიკური სპექტრის გადაარჩინა მეორე მხრივ. პოლიტიკური სპექტრი გადარჩა. გასაგებია, ამ მიმართულებით მეტი კითხვა არ მექნება. ორი პარტია, რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მალე გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას არჩევნებთან იმასთან მიმართებაში თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ არჩევნებში მონაწილეობა. რესპუბლიკელებმა და ფორუმმა ესეთი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბუნებრივია რესპუბლიკელების განცხადება, იმიტომ რომ ეს პარტია თავისი პოლიტიკური გავლენით მართლაც მეორეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოში. პარლამენტის თავმჯდომარე, სამი მინისტრი, ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური წონაა და ამ პარტიის მიმართება ქართულ ოცნებასთან ბუნებრივია განსაკუთრებული ინტერესი წვევს, თუნდაც მეტ ინტერესს და უშუალოდ დღეს სხვა კოალიციის შემადგენელი პარტიების. რესპუბლიკელებმა გააკეთეს განცხადება, რომ ერთ მხრივ არც განიხილავენ საკითხს, რომ დატოვონ მინისტრის თანამდებობები და საპარლამენტო თანამდებობები, თუმცა მეორე მხრივ რომ გააკეთებენ განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ეს გავიგოთ? პრინციპში საზოგადოება ელოდება, რა შეიძლება იყოს ეს განცხადება. ახლა მე ვიდრე ბოლომდე თვითონ არ გააკეთებენ დაზუსტებულ განცხადებას, რომელიც რა თქმა უნდა მათ უკვე აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ალბათ შესაბამის დროს ელოდებიან და ალბათ თვითონ ვიტყვიან ეს როდის იქნება. მე მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა რაღაც ვერსიების დონეზე შეიძლება მე კონდეს. ასეთი ვერსია თუ წარმოგვიდგენიათ, რომ დავუშვათ რესპუბლიკელებმა განაცხადონ, რომ ისინი ინარჩუნებენ თანამდებობებს, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ ამავე დროს განაცხადონ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას უკვე არჩევნებში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შემოდგომისთვის გაიმართება. შეიძლება ასეთი ვარიანტი განვიხილოთ. ვერ გეტყვით, შეიძლება ყველანაირი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, თუმცა ეხლა ამ ნაწილში უნდა განვასხვაოთ ერთი საპარლამენტო თანამდებობები და სამთავრობო თანამდებობები. თუ პარლამენტში შედარებით ადვილად არის ამ მიმართულებით საქმე, რომ ასე ვთქვათ, კოალიციის შენარჩუნებას არანაირი პრობლემა არ აქვს, შეიძლება კონდეს, მაგრამ შეიძლება ყველა ის თანამდებობაც იყოს შენარჩუნებული და კოალიციურ რეჟიმში ბოლომდეც მივიყვანოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი უკვე არსებული ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე დაიდო ამ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის, ერთმა დატოვა, ერთმა სუბიექტმა, მერე კიდევ სხვა სუბიექტები შემოემატნენ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება მთავრობაში, აქ ცოტა შედარებით ალბათ შედარებით რთული იქნება, იმიტომ რომ ეს ალბათ თვითონ პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად კომფორტულად იგზნობს ის თავს
ფაქტიურად ერთმანეთის კონკურენტი მომავალში ხო ერთმანეთს გვინდა თუ არ გაცხადებული კონკურენციის თუ ეს გაცხადება რომ იქ ყველამ ცალკე უნდა იყაროს თავისთავად კონკურენტები ვართ ახლა კონკურენტების ის შეიძლება უფრო მარტივად გადასატანი იყოს პარლამენტში მაგრამ მთავრობაში რამდენად შეუქმნის დისკომფორტს პრემიერ-მინისტრს მან უნდა გადაწყვიტოს აქედან მისთვის რაღაც ზარეცეპტის მიწოდება მე მგონი სწორი არის. ცხადია, მე ვკითხულობ ამ შემთხვევაში გისვამთ კითხვას თქვენს ხედვასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ წარმოგიდგენთ მინისტრებთან დაკავშირებით, ცხადია პრემიერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან უშუალოდ თავად მინისტრებმა როგორ წარმოუდგენიათ, მაგრამ არის ერთი მომენტი თქვენ ბრძანეთ პარლამენტთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში შეიძლება არ იყოს პრობლემა კოალიცია და კოალიციის შენარჩუნება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მთლიანად ყველა პარტიის მიერ მიღებული, ყველანი გადიან ცალ-ცალკე შემოდგომის არჩევნებზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ფაქტიურად კოალიცია ამ ეტაპზე დაშლილია. დაშლილი იქნება ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად. Ну, ცოტა არა, ამაზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კოალიცია ნიშნავს იმას, რაც არსებობს უკვე ძველი არჩევნებიდან გამომდინარე. და დღეს არის და უკვე ცალ-ცალკე კენჭისყრა ნიშნავს იმას, რომ ახალ საარჩევნო ბლოკში აღარ შევლენ. კი, მაგრამ აი წეღან რასაც ვლაპარაკობდით, ზუსტად რომ თუ ეს გაცხადდება, რომ ცალკე მივდივართ, მაშინ დღეს როგორ თანამშრომლობთ, ცოტა ხო არ გართულდება. ცოტა გართულდება, რა თქმა უნდა, მთავრობაში გართულდება, თუნდაც ახლა იმიტომ, რომ უკვე კონკურენტ პარტიებს, რა თქმა უნდა, ეკნებათ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების და რომლიდანაც დაზღვეული არავინ არ არის, რომ ეს მომენტი ყველამ გამოიყენოს თავისი პარტიის გასაძლიერებლად და არა საერთო შედეგის მისაღებად. და პასუხისმგებლობა შეიძლება დარჩეს მხოლოდ მმართველ პარტიას. პასუხისმგებლობა, როცა აქედან სარგებელი შეუძლია მიიღოს ყველამ. ну ეს უკვე კიდევ ვიმეორებ, აქ პასუხისმგებლობა, თავარი პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებას არის პრემიერი და პრემიერმა ალბათ თვითონ უნდა გადაწყვიტოს იმიტომ რომ ეს რამდენად მის პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფი სამინისტროები რამდენად იქნებიან ერთ მონოლითურ გუნდად შეკრული, რომელიც იმ შედეგს დადებს, რომელიც მან დაუშვა წარუდგინა პარლამენტს თავის დროზე და რომელსაც ალბათ აღმოჩენილსაც წარუდგენს არჩევნების წინ. თუ რა გაკეთდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, თუნდაც იმ რასკი ამ პარტიის თუ მართველი კოალიციის მიერ გაცხადებული პროგრამის და ამოცანების შესასრულებლად. გასაგებია. სხვათა შორის რამდენჯერმე ახსენეთ და ზოგადად არის ეს თემა, აღმასრულებელი ხელისუფლების თემა და სხვათა შორის აი ამ უпростоრად პარტიების ცალ-ცალკე გასვლასთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებიც არის ის თემა, რომელიც პერიოდულად რამდენჯერმე გააქტიურდა, რამდენჯერმე მოხდა კიდეც, თუმცა აი ბოლო ტალღა ჯერ რაღაც თითქოს იყო გააქტიურდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელია, მე ისევ მიწყნარდა, ახლა კვლავ გააქტიურდა. თქვენ მე მინდა როგორც ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს კითხოთ, თქვენ ელოდებით ან რაღაცნაირად არის ამის მოლოდინი ხელისუფლებაში, რომ შეიძლება რაღაც ცვლილებები მალე ვიხილოთ? მე ვერ გეტყვით ეს. თქვენ არ გაქვთ პროგნოზირება გამიჭირდება, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ნაკლებად შეიძლება ველოდოთ პარლამენტში, მაგრამ მთავრობაზე ნაკლებად ფლობ ინფორმაციას და ალბათ გასაგებია რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას და უშუალოდ თუ კი ესეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ ვიხილეთ, რომ პარტიები გადიან დამოუკიდებლად ცდილობენ, რომ მიიღონ ის მხარდაჭერა, რომელიც მათ რეალურად აქვთ. თქვენი აზრით ეს გამოიწვევს თუ არა გარკვეულ კომპონენტში დაასუსტებს თუ არა ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკური იმიჯის თუ მიმართულების კუთხით, რატომ გეკითხებთ ამას? იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, იგივე დაუშვათ თავად რესპუბლიკელების განცხადებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკელები არიან პრინციპში ძირითადი საყრდენი ძალა უცხოეთთან ურთიერთობის კუთხით. და არ ვიცი, შეიძლება ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას გაუჩნდეს ასეთი
ვარაუდი რომ თუ ეს მოხდება შესაძლოა მოხდეს დაახლოებით იგივე ტიპის კამათი რაც გვახსოვს ჩვენ თავის დროზე თავისუფალი დემოკრატების გასვლის დროს რომ აი რაღაც კურსთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემები შეიქმნას და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით რამე გართულებას ველოდებით თუ არა? მე არ ველოდები რაიმე გართულებას ჯერ ერთი. კიდევ მეორე პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში უნდა ასახავდეს ამორჩევლის ნებას უპირველესად. პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ამ ნების მიმტანი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასევე გამატარებელი ამ ნებისა ქვეყნის შიგნითაც. და არა პირიქით, რომ რომელიმე ორგანიზაციის ნების თავზე მომხვევი ვიყოთ ჩვენი ამორჩევლისათვის. აი ეს მინდა ძალიან მკვეთრად გავმიჯნო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პროდასავლური მიმართულება, ველოდებით ვიზა ლიბერალიზაციას, მაგრამ არ მინდა ეს სახათ გავიგოთ ისე, რომ მხოლოდ იქიდან შემოვიტანოთ და ჩვენს მოსახლეობას თავს მოვახვიოთ რაიმე ისეთი ფასეულობა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს ტრადიციებთან, არამედ პირიქით ჩვენ აქედან ვეცადოთ გავიტანოთ ის ფასეულობები, რომელიც შეიძლება მათთვის მისაღები იყოს, მაგრამ უცხო იყოს და ამას მიიღებდნენ. ასე რომ რაღაც უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი, რომ ჩვენ ასეთი ტრადიციების ერი მხოლოდ გარედან ვიყოთ და ვიწოვდეთ რაღაცა ხშირ შემთხვევაში ისე დამახინჯებული ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ტრადიციებს უწესჩეულებებს, რომელიც დღეს ყოველ შემთხვევაში და უახლოეს მომავალში მიუღებელია და ზოგიერთი არასამთავრობოები თუ პოლიტიკური ძალები ცდილობენ თავზე მოგვახვიონ ჩვენ. გასაგებია, სხვათა შორის ჩვენ მეორე ბლოკი მთლიანად უნდა დავუწყოთ სწორედ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას და კონკრეტულად ჟოზეფ დაულის განცხადებას და მის ანალიზს, მაგრამ რა კი საგარეო თემას შევეხეთ, არ შემიძლია ერთი კითხვა მაინც არ დაგისვათ თქვენ როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი როგორ აფასებთ აი ამ ყველაფერს, რაც ბოლო 3 დღეა ვითარდება განცხადებასთან დიახ, დაკავშირებით. ანუ ჟოზეფ სხვათა შორის საინტერესოა რომ ჯერ საზოგადოება პრინციპში დაზუსტებით ვერ გაიგო ისიც რა თანამდებობა უკავია ამ ადამიანს და რას ნიშნავს ეს თანამდებობა კონკრეტულად იპიპ სტრუქტურაში. აი ეს არის ზუსტად მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება გარედან თავზე მოხვევა გარკვეული ძალების, ექსპერტების თუ თანამდებობის პირების ნებისა, რომელიც ხშირად აჟღერებენ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, სასურველ რეკომენდაციებს. აი ზუსტად თუ ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო მეტად დამყარებული ხალხის ნებაზე, აი ასეთი პოლიტიკოსები, წარსულისა თუ მომავლის ეს მე არ ჩემი განსახილველი არ არის, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა და აი ეს არ არის პირველი სხვათა შორის. უკვე უფრო მოზომილები იქნებიან მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს. და საერთოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენს ცოტა უფრო ღირსეულად უპასუხოთ აი ყველა ასეთ თავზე მოხვეულ განცხადებასაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის სამხედროში თლიანად ევროკავშირის და ევროსაბჭოს დეპუტაციის უმრავლესობის ასთან, მე როგორც გავიგე, ასეა. უბრალოდ უნდა რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თავზე მოგვახიოს და გაასაღოს ისე, თითქოს ეს არის მთლიანად ევროპარლამენტის და რაღაც გარკვეული დიდი ფრაქციების აზრი. რაც არასწორია და ეს იმიტომ ბედავენ ამას, რომ რატომღაც დამკვიდრდა მართვის ისეთი სტილი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის დროს დაარბევდნენ მიტინგებს, ტელევიზიებს, შეცვლიდებოდნენ იქ, როცა სხვა ქვეყანაში ხდება მსგავსი რაღაცეები და ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს დასაშვებია. აი ზოგიერთისთვის რაღაც პატარა გადაბრუნებული სიტყვაც კი თუნდაც სასამართლოში ვინმე მოწილის ჩივილიც კი უკვე ატეხავენ ხოლმე აურზაურ ზოგიერთი პარტია პოლიტიკური ძალები და მათთან მიმული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ხდება აქ ვითავს დევნა თავისუფალი სიტყვის და ასე შემდეგ. მაშინ როცა რა ხდებოდა ყველას კარგად გვახსოვს და დღესაც ხდება სხვათა შორის უფრო მაღალი ასე ვთქვათ უფრო მეტად ინტეგრირებული ქვეყნების შიგნითაც უფრო მსგავსი და გაცილებით უფრო ისეთი ფაქტები, რომელიც ჩვენთვის რა თქმა უნდა თუმცა რა კი ამ თემას შევეხეთ, ალბათ არ იქნებოდა ზედმეტი ამის ერთი მომენტის დაზუსტებაც, რომ აქ
იგივე დავსვათ დასავლეთის მხრიდან იმ პროცესების აღქმაში, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ალბათ უკანასკნელ როლს არ თამაშობს თავად ხელისუფლების ასე ვთქვათ პიარი და ურთიერთობების ხელოვნებაც, დავარქვათ ამას დიპლომატია თუ ნებისმიერი სხვა ტერმინი შეგვიძლია, მაგრამ ტერმინებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თავად ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან და უშუალოდ ქართული ოცნების ლიდერებისგან ჩვენ ძალიან ხშირად მოგვისმენია, რომ პიარი არის ყველაზე სუსტი წერტილი ქართული ოცნების ხელისუფლების და განსაკუთრებით თავად პარტია ქართული ოცნების. ასე რომ ალბათ აქ ეს მომენტიც გასათვალისწინებელი არ ვიცი თქვენ როგორ გეთანხმებით აბსოლუტურად. ეს არის ალბათ ჩვენი აქილევსის ქუსლი. რატომღაც თითქმის არ არსებობს ტელევიზია, ფაქტიურად აგერ საზოგადოებრივის გარდა ისიც ალბათ აი ეს სტუდია, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი არის ნებისმიერი ოპოზიცია თუ ოპოზიცია თავის აზრის გამოხატვაში და ვიცი რომ არავინ არაფერს არ დაამახინჯებს. რატომღაც ძალიან დიდ ნაწილში რატომღაც უფრო მეტად დომინირებს ოპოზიცია და მათი აზრი. ეხლა ნაკლებად ეხება შეიძლება საზოგადოებრივს, თუმცა აქაც გაცილებით უფრო კომფორტულად ისინი არიან ხოლმე წარმოდგენილი, ესე თუ აგვირდები. ეხლა მე არ მინდა რომ ამას ეს ძალიან κρიტიკულად ვინმე მიიღოს, მაგრამ თუმცა κρიტიკა თქვენი შეფასების უფლება გაქვთ რა შეეხება და რა შენ ტელევიზიებს ეხლა შედარებით თავი შეიძლება ეს GDS-ი კიდევ მე არ დამისვამს ეს კითხვაში შევადარო რაღაცა, იმიტომ რომ ფაქტიურად ხელისუფლების, აი რო ვთქვათ, რომ აი ერთი ტელევიზია მაინც ყავდეს, რომელიც აბსოლუტურად ანუ არ არსებობს თავშე ტელევიზია, რომელიც ხელისუფლების გაკეთებულს აი ესე გადასცემს მარტო რა, რო ვთქვათ, მე არ ვიზახი რომ მხოლოდ ამით იყოს დაკავებული, მაგრამ აი ამაზე რომ ადეკვატურად ასე რომ ხო, რო ვთქვათ, რომ აი ცოტა პიარზეც მუშაობდეს რა, გასაგებია, თუმცა ეს ალბათ როცა ყველა ნეგატივზე არის გადასული იყო, ყველა ტელევიზია ფაქტიურად უკვე გაკეთებულის ასე ვთქვათ, აღთქმა მოსახლეობისთვის ჭირს ეხლა დრო ავიღოთ ეხლა გაცილებით ამ სამ წელში გაცილებით მეტი გაკეთა ორჯერ თუ მეტჯერ მანძილით რო ავიღოთ გზები ინფრასტრუქტურული ის მაგრამ ამას გახსნიდნენ 10 ჯერ უკვე ერთი და იგივე გზას მათ რო გაეკეთებიათ და რაც გაკეთდა ის გაცილებით უკვე კარგად შუქდებოდა ვიდრე ეხლა ჩვენს ვერ გაკეთებული ეხლა მე თვითონაც კი რო გავივლი ხოლმე რეგიონებში აი გამიკვირდება ხოლმე უკვე ზოგი უბანია მთელი გაკეთებული ახლა თელავში რო შევედი რაღაც ახალი აქეთ რო შევდიოდი მე ახლა იქაური არ ვარ მაგრამ გავიარე მაგრამ კეთდება იქ ბევრი რაღაცა გზაც კეთდება ეს მინების რემონტიც მინდის ასე ვთქვათ გარეთ სახურავებიც და სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს, მაგრამ ეს ფაქტიურად ნაკლებად შუქდება. თუმცა რომ არ შუქდება, ესეც ალბათ ამ შემთხვევაში მედია არ იმსახურებს ამ კრიტიკას, ამას ალბათ ისევ და ისევ ხელისუფლება და პარტია და მისი ასე ვთქვათ თუმცა ეს თემა ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ შეიძლება ისე ჩაგვითრიოს, რომ ვეღარ გავამოგრძოთ საუბარი სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სხვათა შორის. თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ახსენეთ, მე შეგახსენებთ ასევე, რომ კიდევ ერთი ძალიან მწვავე თემა გვაქვს ჩვენ ბოლო 3 კვირა, ფაქტურად პერმანენტულად აქტუალურია ეს თემა, ეს არის ფარული ჩანაწერების პირადი ინტიმური თუ სხვა შინაარსის სცენების ფარული ვიდეო კადრები, რომლებიც რაღაც პერიოდულად ამოხეთქავს, ამოტივტივდება ხოლმე ინტერნეტ სივრცეში. დღეს ბატონმა ვანო მაჭავარიანმა გააკეთა განცხადება, რომ მას გაუგზავნეს, ასე ვთქვათ, რაღაც კადრები და იყო შანტაჟის მცდელობა თუ შანტაჟი. არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გააკეთეთ განცხადება ამას წინათ ამ თემასთან დაკავშირებით, რის გამოც თქვენ სხვათა შორის სწორედ არასამთავრობო სექტორის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი გახდით. მე მაინტერესებს აი როგორ ახსნიდით ეს რა ხდება? ეს არის პირდაპირ დაგისვამთ შეკითხვას ხელისუფლების შეცდომა? იმიტომ რომ მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან ძალიან ხშირად მოგვისმენია ჩვენ რომ ეს ხელისუფლების ბრალია იმ გაგებით რომ მან არ მივიდა დანაშაულის ასე ვთქვათ
არ დასაჯად კონკრეტული დამნაშავეები, შეიძლება ვერ დასაჯა თუ არ დასაჯა და დღეს ფაქტიურად მაინც მისი პასუხისმგებლობა ხდება ეს ყველაფერი. ასეა თუ ისე. ნუ ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს ასეთი ხედვა და კიდევ გამიმეორებ თქვენ სტუდიაშიც. პირველი, რა თქმა უნდა ეს რაც მოხდა და ხდება კიდევ როგორც თუ დაუჯერებთ ბატონო ვანუაჩავარიანს ამბობს პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დღეს და უნდა წარუდგინოს რა თქმა უნდა ეს დისებულებები ეს არის ამაზრზენი არანაირი ხრიდან საიდანაც არ უნდა მიუდგეთ არც იურიდიულად არც ადამიანურად არც კიდე ისე ვთქვათ კაცურად და ასე შემდეგ ეს არის ნუ ძალიან დაბიო საქციელი რომ დავანებოთ მის იურიდიულ ასპექტებს რომ იყურებოდეს სხვის საძინებელში და იქიდან რაღაცებს ნივთიერებებს რაღაცებს იღებდნენ. ნუ ეხლა ეს არანაირად არ ჯდება არც მორალის და არც იურიდიული. არაფერში აწერია როგორც რა ვთქვა. მაგრამ ეხლა დავიწყოთ ეს რომ უნდა დაისაჯონ, რომ უნდა მივიდეს ეს საქმე ბოლომდე, გამოძიება უნდა მოხდეს და უნდა მომხდარიყო მაგაში გეთანხმებით და ეს იყო ხელისუფლების ჩვენი ხელისუფლების შეცდომა, რომ აყვა აი ზუსტად იგივე არასამთავრობოების ზეწოლას ვერ გაუძლო თავის დროზე, როცა ისინი მოითხოვდნენ სასწრაფოდ იმის განადგურებას და რატომღაც თავიდან ეს თუმცა თავად არასამთავრობოებს მე როცა ეს კითხვა დავუსვი, ისინი აცხადებენ, რომ განადგურდა მხოლოდ ინტიმური სცენების შემცველი კადრები, ხოლო სხვა კადრები ათასობით არის, რომლებიდანაც ასევე შეიძლება იმ დამნაშავეებამდე მისვლა. ნუ ეხლა საიდან იციან? ეხლა მე რაღაც ვთქვი, ჩემი აზრი რომ ასე მიმაჩნია სწორადო რაღაცაზე და ატეხეს სიოკი ეხლა მაგათ რომ უნდა დაიკითხოსო პროკურატურაში. მე დეპუტატი ვარ და მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება უფლება თუ დაიტუნოთ ტელევიზიიდან რასაც გავიგებ იმ საკითხზეც კი. ეს არის ჩემი ნება, ამიტომ მიხდიან ხელფას რომ ჩემი აზრი მქონდეს და მივაწოდო მოსახლეობას. და არ უთანხმე მაგას, ვითუმეტეს აი ასე და საეჭვო წარმომავლობის არასამთავრობოებს როგორ გამოხატავ ჩემს. მათ ატեղეს ერთი აუზაური პროკურატურაში უნდა დაიკითხოს რატო აქვს თავისი აზრი ეთყობა რაღაცეები იცის. ახლა გამიგეთ რა ეხლა რამდენის არასამთავრობოსაც მიშა გრანტს გამოგზავნის და კიდე სხვა ყველა იმაზე დაწახილზე რომ პროკურატურაში ვიაროს სულ და აზრი ვეღარ გამოვთქო ვერასოდეს. სადამისწავლა საქმე. თუ დაჭირდება პროკურატურა ზათვარ კი ბატონო მაგ საკითხზე და რა საკითხზეც უნდა. არა ის თქვენი განცხადების თემა. აი ეს რაც შეეხება ეს თვითონ მაშინ იყო ზეწოლა ძალიან მე კარგად მახსოვს როგორ და როგორ ანადგურებდნენ მაშინ შინაგანზე ერთი იმებში როგორ ამ დისკებს და როგორ ჭრიდნენ და ასე შემდეგ. და მაგაზე იყო მორგებული. იმაზე კი არ ატეხეს საურზაური ამ ჩანაწერებში რაც ხდება ვინ გააკეთაო. იმაზე არ გაუკეთებიათ იმდენი საპროტესტო გამოსვლები, აი ეს რატო და იმის მერეც ვიღაცებმა აჩვენეს, შეიძლება არასწორი იყოს რომ აჩვენეს საჯაროდ ეს ყველაფერი შეიძლება სწორი ეს უკვე წამების კადრებს გულისხმობთ აქ. ხო, თუნდაც და ამაზე ატეხეს საუზავრი რომ ის უკვე კიდევ უფრო დიდი დამნაშავეები გამოყავთ ისინი, ვინც ეს აჩვენა, ვიდრე ისინი, ვინც ეს შექმნა და ვინც ამას აკეთებდა და ვინც აწამებდა ამ ხალხს. და ამ დონეზე მიყავდა. ამიტომაც ეს უნდა გამოძიებულიყო თავის დროზე, უნდა თავარი შემკვეთი ამისი ვისაც თავში მოვიდა ეს იდეა ვინც განახორციელა ვინც ტირაჟირება გაუკეთა ვინც მე სხვადასხვა ქვეყანაში თუ სადმე გაიტანა თუ აქაც დატოვა არავინ არ იცის ყველა ეს ხალხი უნდა გამოვლენილიყო ნუ სუმცირე ერთი ადამიანი პირდაპირ აცხადებს რომ აქვს ერთი არქივი თუ ერთი ასლი ამ არქივის მეგის კარდავა ნუ ეხლა ის სხვა აგერი მუქრებოდა და ასე შემდეგ აი ეს იყო თავარი და აი ეს არ გაკეთდა თავის დროზე და თუ არის საშუალება დღეს ესეც უნდა გაკეთდეს. ეხლა შეიძლება ძალიან ბევრი დიდი წრე იყოს აქ ამ ხალხის ჩართული, იმიტომ რომ ისინი ყველა სვრიდან აქ თავის დროზე, მაგრამ უნდა მოხდეს ჯერ ამ სრული სურათის დახატვა და მე თუ საზოგადოების თხოვნაც იქნება და ხელისუფლების ნებას რაღაცა ზედა ეშელონი რომელმაც ეს შექმნა და ეს შეიძლება დაისაწოს კაცრად ან დანარჩენებს ან ამნისტია შეეხოს ან რაღაცა ახლა ყველა შეიძლება ნახევარი საქართველოს მოყოს მასე ციხეში მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად რაც შეეხება კიდევ ვიმეორებ ამ ნაწილს ეს უნდა იქნეს გამოძიებული და დაშლილი ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს ახლა დაუშვათ აი ასეთი უკანონო გზით მოპოვებულ ჩანაწერებში ან სხვა რაიმე ასე ვთქვათ, მასალებში აღმოჩნდა, რომ რომელიმე თანამდებობის პირზე არსებობს ისეთი კომპრომატები, რომელიც უკვე მოდებულია მთელ მსოფლიოში,
რომელიც შეიძლება გამოიყენოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მის დასაშანტაჟებლად, რათა მისგან ან მიიღოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოების შემცველი, რომელიც სახელმწიფოს უშუალოდ შეუქმნის საფრთხეს, ან იკავებს ისეთ თანამდებობას, რომელიც თანამდებობაზე შანტაჟით შეიძლება მიაღებინონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ან შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება შეუქმნის საფრთხეს, ან სულ საომარ სიტუაციაში შეითროს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აი აქ რა უნდა ვქნათ ჩვენ იმის გამო მხოლოდ რომ ის უკანონოდ მოპოვებული მასალებიდან გახდა ცნობილი ვინმესთვის ხელისუფლების უშუალების პირველ რიგში. მხოლოდ ამის გამო ამაზე რეაგირება არ უნდა გაკეთდეს. ან თუ იქიდან გახდა ცნობილი რომ ვინმე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მხოლოდ იმიტომ რომ ეს თუ გავიგეთ უკანონოდ მოპოვებული მასალები და მხოლოდ ის უნდა დავსაჯოთ, ის დავსაჯოთ. მაგრამ ეს თუ გავიგეთ, ამის პრევენციაც უნდა მოვახდინოთ ჩვენ. აი ეს არის, ასია სხვა ქვეყნებში და ზუსტად აგერ ამერიკიდან რომ ცდილობენ მაინც რომ უდიდეს მიღწევად რო თვლიან დაუშვათ ერთსქესიანი ქორწინება რომელიღაც შტატებში დააკანონესო და გამოდიან და ტაშს უკრავენ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. რატო იმას არ ამბობენ რომ აი იგივე ოჯახის კულტი არის იქ. და აგერ იგივე ოთხვარსკვლავიანი გენერალიც კი რომელსაც უზარმაზარი დამსახურებები ქონა ერაყის გმირი იყო უშუალოდ ხელმძღვანელობდა რაღაც პატარა გადაცვლის გამო არა, ზოგადად ამერიკული საზოგადოების საკმაოდ დამახასიათებელია ესეთი ტიპის სკანდალები. ხო და რაღა ის გადმოვაქვს. კლინტონ ლევინსკის საქმე. ხო და რაღაცა ის გადმოვაქვს. ხო და ეს გადმოიტანეს და ეს ზუსტად უფრო მეტად ეს ფასეულობა ჩვენთან უფრო ახლოს არის ეს და აი ეს უფრო აკავშირებს. მაგრამ ამ შემთხვევაში აი ის რომელზეც აკეთებენ აპელირება. რა გამოდის რომ ესე იგი დამნაშავე არის ამ შემთხვევაში დავუშვათ თქვენ გამოვყავთ დაახლოებით ყველაზე დიდი დამნაშავე ის ვინც დავუშვათ რაღაც აი ამ ასეთ კადრებს ფიგურირებს ეს ადამიანები. არა, კადრები ეს მე არ ვიცახე რომ ნებისმიერი ის ვინც გადაღებული ეს ყოლა დანაშაული არაფერი იქ არაა. მე უბრალოდ ვიზახე შეიძლება იქ შეიძლება ეს კადრები გამოყენებული იქნას დასაშანტაჟებლად. რომელიც თვითონ ეშინია იმის გამოგვეყნება. მე შეიძლება იქ არის ისეთი რაღაცა თავის მეუღლესთან არის და იმისი რა ახლა რის ეშინია იმას. ამის გასაჯაროება რა გადადგომას კი არ გამოიწვევს. ამით რას უსავ? ვერაფერსაც ვერ უსავ, დამთავრებულია, მაგრამ აი ვიღაცამ შეიძლება ისეთ რაღაცაში ხავს გადაღებული, რომელიც არც ნეობაში ჯდება, არც იმაში ჯდება, არც თვითონაც ეშინია ამის გამჟღავნება. რო ეშინია მეტი გზა არ აქვს, უკვე უნდა დაყვეს ვიღაცის ნებას. თუ გამოვიდა და ეყოფა ადამიანს, გამოვიდა კლინტონი და თქვა, რომ იყო ესეთი რაღაცა, ცოლმაც გაიგო, იმანაც გაიგო და რაღაცა და იმ ყველამ მოხდა ისე როგორც მოხდა, ხო? ხო, გასაგებია, მაგრამ ეხლა ის რომ თან არც თქმა გეშინი, თქმისაც გეშინია, ისიც გეშინია, ყველაფერი და ძალიან ბევრია ეს ესეთი პოტენციური მე არც ერთი კადრი არ მინახავს მიუხედავად იმისა რომ ქუთაისში ჩამოიტანეს თავის დროზე და მე ვიცი თუმცა ამ სპეციალური კომისია მაშინ კომისია იყო გამოყოფილი როგორც გვახსოვს და სამთავრობო და არასამთავრობო ბატონი ლაშატუღუში იყო ჩვენი სტუმარი განადგურდებოდა მოახდინეს ჩვენება დახურული ჩვენებები და მაშინაც არ მეღურებია თუ კიდე სიმართლე ის როცა იყო ვიდრე განადგურდებოდა მე თუ მეტეს ახლა ესეთი რაღაცები ნახდათ არ მიზიდავს და იმიტომ კი არა სუსტი გული მაქვს და ძალიან რაღაც არა აქ ჩვენების მაზოხისტი რო ახლა ამებზე დავიწყე გასაგები არა ჩვენების კითხვაზე მე სხვაგვარად სხვა მიზნით მაინტერესებდა ანუ პრინციპში რამდენად ფართოა რომ იცოდეს მაინც საზოგადოება მწრე იმ ადამიანებისა რომლებიც შეიძლება იყვნენ დაშანტაჟებული თუ ასე დავსვამთ საკითხს რომ ეს კადრები შეიძლება თუნდაც უცხო ქვეყნის დაზვერვას აინტერესებდეს ხო აი მე ვერ გეტყვი და ზუსტად ამისათვის იყოს გამოძიება სასატარებელი და არა განადგურება იმიტომ რომ აქ ერთი ვიცი უმაღლესი თანამდებობის პირებზე რომელიც ძალიან სახელმწიფოებრივი საფრთხის შემცველია მაგრამ შეიძლება საშუალო იმანშიც დარჩენილი არის ძალიან ბევრი, რომელიც მაშინაც მუშაობდა და მათაც აქვთ ახლა კომპრომატი და შეიძლება ამ მასშტაბის რაღაც გადაწყვეტილებები სახელმწიფო ვერ მიაღებიონ, მაგრამ თუნდაც ის პროცესი, აი რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომ იმ ტემპში ვერ მიმდინარეობს. არ იწევს რაღაცა ეჭვებს. რომ შეიძლება ვიღაცების მიერ თუნდაც შეგნებულად ფერხდება და შეიძლება ეს იყოს სწორედ შანტაჟის გამო შეიძლება ვიღაცა დაბალ დონეზეც ვიღაცას აშანტაჟებენ
და იმ თავისი რაღაც პატარა, ასე ვთქვათ, შეიძლება უმნიშვნელობა და რა უმოქმედობით შეიძლება აი ეს პროცესი ერთი იქ, მეორე იქ, მესამე იქ შეყონდა და ამის ბოლო ჯამში ამის შედეგი არის ის, როცა მოსახლეობა ხელისუფლებისგან თხოვლობს სამართლიანობის აღდგენას და სამართლიანად თხოვლობს და ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმ ტემპით, თუნდაც მიახლოებული ტემპით ამ სამართლიანობის აღდგენას, რითაც შევპირდით ჩვენ თუნდაც. ნუ გასაგებია რომ რაღაცა დოზით აღზღა, მაგრამ მოცულობა ძალიან დიდი და თვითონ ამ საქმეების და განხილვაცნელი ამდენის, მაგრამ თუ ამას კიდევ დაემატება ის, რომ ზოგიერთები საბოტაჟსაც ეწევიან, შეიძლება ამის გამო და არ მინდა შეთქმულების თეორიაში გადავიდე, მაგრამ აი ვიდრე იქნება გამოუძიებელი ეს ყველაფერი, ამის საფრთხე ყოველთვის იქნება როგორც უმაღლეს ეშელონებში, ასე საშუალო ეშელონებშიც, რომელიც ნებისმიერი შეიძლება არ აისახოს მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მაგრამ კონკრეტული პიროვნების მიმართ სამართლიანობის აღდგენას შეაფერხებს. გასაგებია, ბატონ თამაზ, ფაქტიურად ამოიწურა ჩვენი საუბრისთვის განკუთვნილი დრო. მე კიდევ დამრჩა, ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა, პირველ რიგში ფინანსებზე და ბიუჯეტზე საერთოდ ვერ ვისაუბრეთ, არადა ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ყოველთვის აქტუალური თემაა. აუცილებლად ვისაუბროთ, მე მინდა შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბარი და მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, მინდა ის კითხვა დაგისვათ, პრინციპში იმ კითხვას დაუბრუნდე, რომელთაც დავიწყეთ ჩვენი საუბარი. რას უნდა ველოდოთ, თქვენ რას ელოდებთ ყოველ შემთხვევაში, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი? უნდა ველოდოთ თუ არა, რომ მართლაც შემოდგომაზე პარტიები დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე და შედეგები როგორ წარმოგიდგენიათ? მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უპირველესად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მაქსიმალურად მიეცეს საშუალება მოსახლეობას თავისი ნება გამოხატოს თავისუფალი სამართლიანი არჩევნების გზით და ეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ყველას მიეცეს საშუალება ბიულეტენში შემოხაზოს ის, რაც თვითონ უნდა და ის ჩააგდოს. ეს არ არის საკმარისი. ამ ბიულეტენში უნდა ეწეროს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელიდანაც ნებისმიერი გემოვნების ამომრჩეველს ექნება საშუალება შეარჩიოს თავის გემოვნებასთან ახლოს ყოფი მაინც პოლიტიკური ძალა და არა არჩევანის გაკეთება უწევდეს ორ უარესსა და კიდევ უფრო უარეს შორის, როცა რაღაც ერთი ან ორი კონგლომერატი შეიქმნება პოლიტიკური ძალების, საიდანაც შეიძლება ერთი იყოს მისაღები, მეორე ნახევრად მისაღები, მესამე მიუღებელი და აი ასეთ ერთი კონგლომერატების შექმნა ხშირ შემთხვევაში გამოიწვევს იმას, რომ ამორჩეველთა ნახევარზე მეტი შეიძლება არც კი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და კი ჩატარდება იქ თვითონ არავინ არაფერს არ გააყალბებს, მაგრამ ვერანაირად ვერ მივიღეთ იმ პოლიტიკურ სპექტრს პარლამენტში, რომელზეც მოთხოვნა არის საზოგადოების განწყობის შესაბამისი იქნება. გასაგებია, მე ვფიქრობ, შეგვიძლია დავასრულოთ და ბიუჯეტთან და ფინანსებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ახლო მომავალში. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ბატონი თამაზ მეჭიაური, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი. ვინ არის ბატონი ჟოზე